გამარჯობთ მარგარინებო დაუბრუნდით Open Pro-ზე დაიწყო უკვე თამაში იტალიის რუკაზე ვართ უკვე არაერთი თამაში მომიწია ისეთ პოზიციაში რომ ტერიტორიის ცენტრში ვიყავი და წყალწვემა არ მქონდა და მეზობლების იმეზე ვიყავი აქედან გამომდინარე მინდა რომ ერთხელ დავიწყო კარგად ჯიგრულად სანაპიროზე რომ ცოტა უფრო თავისუფლად ვიყო აქედან გამომდინარე ვარ აი აგერ ამდენი სახელი არ ვიცი სამწუხაროდ რომი სად უნდა იყოს დაახლოებით აი მე რა სიცხელი არის რომი არ ვიცი სად არის კარგი არა უშვებს ამ კონსოლების სახელი რომელიღაცა კორსიკა არის არა? ან სიცილია არ ვიცი. რა თქმა უნდა ისე წვერები გვაქვს, იმიტომ რომ Minecraft მზად არ არის, როცა იქნება მზად შეგატყობინეთ ულამაზესი ქართული ულვაშით, მაგრამ არ ვიმსახურებ ჩვენ ულვაშს. ცოტა ხანი დაბელოდოთ, ნელ-ნელა ვაკლიკოთ, რომ ჩვენი ჯარისკაცების რეგენერაცია ოპტიმალურ დონეზე იყოს შენარჩუნებული. მოდი აქეთ გავაგზავნოთ ახლა ჩვენ ნავი. ესეთ პოზიციებში უკეთესი არის უბრალოდ ნავები აგზავნო. რომ პოზიციების დივერსიფიკაცია მოახდინო და მოდი კონსოლზე წავიდეთ ვარემ აქ ჩვენ და ამ კონსოლზე წავიდეთ ახლა ჩვენ მარტივად და ცოტა უფრო მეტი ჯარისკაც გვეხარჯება იმიტომ რომ ზარმაცი ვარ და დიდ ნავებს ვაგზავნი მაგრამ იმედია არ ვინანებთ ახლა მაგ ყველაფერს მოდენა არ არის ნამდვილი ადამიანი NPC არის ეს ვინ არის ტუსკანიც NPC არის კარგი ანექსაციის პოტენციალი მგონი უფრო ზემოთ გვექნება არ მგონია რომ შევძლოთ ამ ნეიშენებთან ხუბი ეს ვინ არის ეს არის ID რომლის დაპყრობაც შეგვეძლება პოტენციურად მაგრამ მოდი ჯერ არ გვინდა ჯერ არც შევატყობინოთ ჩვენი არსებობის შესახებ ეს არ მომწონს აქ რა ხდება ანექსაცია ჩაგვიშხამა როგორც წესი კასტ მეგობრებო უნდა არ არის პრობლემა ესე ვქნათ ძალიან კარგი მოდი ზემოთ ავიდეთ ახლა ჩვენ ტუსკანის ალიანსი უნდა არავითარ შემთხვევაში მეგობრო ამან გადაგოგდო ეს რა არის რა მოხდა ანუ რა უნდა მოსაბა არის აი სადნარასთან ვიმეგობროთ მენი შემდეგი ეს ვინ არის აი მოდი ვიმეგობროთ ჩვენ ცოტა უხერხულ სიტუაციაში ვარ ცირდუდი რა შევა ერთი ქალაქი არა არაფერი არ აქვს უფ ტუსკანი იქნება ჩვენი შემდეგი სოფლი დიდი ალბათობით მოდენა უტევს ზატო მაგრამ ტუსკანის ქალაქი უფრო ახლოს არის მოდი ძალიან ძლიერი შედავიჩევდიოთ ეს ვინ არის აქეთ ბოუთი გავაგზავნოთ რომ ჩვენი კონსოლი დავიბრუნოთ ოკეი წესით საკმარისი არის ოკეი მოუკალით ძალიან კარგი კიდე ერთი ქალაქის ფული გვაქვს მოდი ცოტა ზემოთ ავაშენოთ რომ ქარხნები რატო გამიბრაზდა ეს მოდენა არ ვიცი მაგის გამო ხა ამას შეერგო ის ქალაქი ცოტა პროჭი NPC გამოვიდა მაგრამ მოდი ამას დავაკლიკოთ რომ იქნება კილი ავიღოთ და ავიღეთ კილი ძალიან კარგი ცოტა ხანი ხანდა დავალოთ ეხლა უნდა რატო არის რა ხდება რა აგრესიული ისინი არიან ვერ გავიგე დიფენს პოსტი ამაშენებინა რობოტმა ChatGPT-ს თან ვაგებ ესეთი აგრესიული NPC-ები რატო არიან არ ვიცი შეიძლება სირთული არის სირთულე არის აწეული და ეგ ცოტა არ მომწონს მაგრამ ეხლა უნდა დავალოთ ეხლა სხვა გზა არ გვაქვს უბრალოდ უნდა ვიჯდეთ და 30000 ჯარისკაცით მიტევს ვითომც არაფერი უნდა დავალოდო ეხლა რომ ნელ-ნელა ჩაისვაროს ამ შეტევამ არ ვიცი რატო არის ესეთი აგრესიული მოდი დავაკლიკოთ აშენა დიფენს პოსტი ძალიან ძლიერი და აგრესიული აპის სტეიტი არის ამას მინდა რომ უღალატო იმიტომ რომ სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს თორე ვეღარ გავფართოვდებით ჩვენ კიდე ერთხელ დავაკლიკოს და შევძლებთ მე ოკეი გავუშვათ აქ ნავი და იმედი გქონდეს რომ ცოტა ტერიტორიას გავფართოვდებით ხა არც ერთი ქალაქი არ შეგორგო ძალიან ეს NPC რა არის რა ჯანზეა ტრაქში მომთხა ბოდიჩი მაგრამ რა არის ეს რა შუათითი გავგზავნოთ ანუ რობოტს ველაპარაკები ვიცი მაგრამ თვითონ შუათითი გავმისდეთ ეს რა არის ეს ვინ არის ბიჭო ეხა მოდენაც შემომიტევს დიდი ალბათობით ესე რატო გამიბრაზდა არ შემიტევია საერთოდ მოდენას ქალაქის ფულია ქალაქს როგორც კი აშენებს დიდი ალბათობით შევუტევთ მაგრამ ღმერთო მაღალო ეს რა არის აი მე ოკეი შევუტევთ ეხა სხვა გზა არ არის ერთი ქალაქი მაინც უნდა დავითრიოთ სხვა გზა უბრალოდ არ გვაქვს ოკეი და კიდევ ერთხელ დავაკლიკოთ ამას და იმედია რამდენიმე ქალაქს და პორტს დავითრევთ და ცოტათი უფრო კონსოლიდირებას მოახდინებთ ძალაუფლების იმიტომ რომ ძალიან ცოტა ჯარისკაცი ყავს და ამა თუ შემოგვიტია სერიოზულ შარში ვართ ანუ ეხლა კიდე ერთხელ დაკლიკების მეშინია რეალურად მე უნდა დავალოდოთ და ანუ ალიანსი მინდა რომ დამთახდეს ამ წესით არ შემომიდოს
ოკეი, აღარ შემომიტეს, იმიტომ რომ თანაბარი რაოდენობის ჯარისკაცები ყავს, მაგრამ ზაშიში არის ხალხო ეს რა არის. ეს ვისი ანონ 7-7 რაღაცა. ეხლა ამათუ შემომიტია წავაგე. არ წამიგია, მაგრამ ძალიან შევწუხდები. მოდი გავაგდოთ ეს. ვერ გავაგდე? Fuck. ოკეი, კაი, Rumble skin იქნება, Rumble Force skin-ი უბრალოდ მომიდევთ. მოდი აქ პორტი ავაშენა და Worship-ზე წავიდეთ, იმიტომ რომ ეს ტიპი ცოტა მაშინებს ეს კურდის არის გამათქურებელი. 150,000 იყავს ამას. როგორც კი რამეზე დახარჯავს თავის ჯარისკაცებს, აპალურ სტეიტებზე მეგობრებო, ანუ ცოცხლები არიან, ესე იგი. ოკეი, უტევს, ეხა ამან თუ თავი დაიცოა და იმას შეუტია, ეგრევე შეგვიძლია რომ ვეცეთ. დაუნდობლად, მაგრამ რატომღაც არ იცავს ეს რამდენი თრუფით უტევს. ოკეი, საკმარისი რაოდენობის ჯარისკაცით არ უტევს, რომ ამას შეეშინდეს, მაგრამ 150,000. აი 100,000-ზე თუ ჩამოვიდა, worship-ის ფული გვაქვს ჯერ არა. 100,000-ზე თუ ჩამოვიდა, ეგრევე შეგვიძლია რომ შევუტიოთ. ამასთან მეგობრობას აღარ ვაპირებ დიდი ალბათობით. მაგრამ იმედია ესენი არ მიღალატებენ ცოტა უხერხო სიტუაციაში არ ამოყოფ თავს. აკრალიმო, აქ მინდა რა პორტი ავშენა და worship-ი დავსვა, იმიტომ რომ Rumble Force-ის ალიანსი უნდა არავითარ შემთხვევაში მეგობარო. ალიანსი ანონთან არ აქვს, ოკეი. უთხრათ ანონს რომ ჩამოვიდეს თქვენ. ოკეი, უტევს ვიღაცას, არ უტევს. 4 ქალაქი კი აქვს, მაგრამ მე რატომღაც მგონია რომ შემიძლია რომ მოვერიოთ უბრალოდ. ოკეი, აქ კიდე ერთი worship-ი მინდა რომ გავუშვა. მოდი ამასთან მეგობროთ. იცი არის. worship-ები არის. renew. ამან შეიძლება ვიღალატოს. ოკეი, არ ვიღალტა ძალიან კარგი. კურდისტანის შარზე არის. მოდი აქ worship-ი დავსვათ. მოდი ვიმეგობროთ ამასთან არ მაქვს თავი. ჯობია რომ ვიმეგობროთ და ოკეი, ძალიან კარგი. ჩვენი კონსოლი დაცული არის. ჩვენი worship-ი შეგვიძლია გავუშვათ. ეს ვისი worship-ი არის ვაფშე? ვინ არის? ანონი, ჩემთანაც აქ ტერიტორია. ოკეი, ამას შევუტიოთ ძალიან კარგი რო არ განგვიახლა, იმიტომ რომ სამეფოსო ქალაქი Rumble Force-კი შეიძლება ეგრევე შემოგვიტიოს, მაგრამ მე მინდა რომ defense post-ები ავაშენო, მაინც ჩვენი option-ები მინდა რომ უფრო ღია იყოს. მოდი ამას დავუმეგობრდეთ, იმიტომ რომ ვაიმე. გამოხდა. ნემო მიტევს? რატო წამიგას ტვინია ვიღაცა random ხალხმა? აი შენი იყოს, ამჭირდება. წამე. ვიმეგობროთ უბრალოდ. აქ worship-ს გავუშვებ, რომ ნამდვილ ტერიტორიაზე არ გამოვიდეს. მე არ მაქვს პრობლემა რომ დავბომბო. იმიტომ რომ ეს გამაღიზიანებელი როცა არის, ოკეი. ეგეთ სიტუაციებში კიდევ მომეშალა კონტროლი რამახია, მაგრამ მიღირს ხა ეგეთი ჭუბი. მოდი იცი რა ვქნათ ჩვენ? აქ worship-ები ხო არ არის? აი აქ ჩავალ და ჯიროს შევუტევ. მიუხედავად იმისა, რომ 7 ქალაქი აქვს, თითქოს და უფრო ნაკლები. უი აქ დაჟე ცოცხალი ვარ, აქ კონსოლზე ადგილი მაქვს, ძალიან კარგი, ძალიან კარგი. ჯიროსთან ჩავიდეთ და ეგრევე ეს კონსოლი დავიწყოთ, შევეცადოთ უფრო სწორად. მოდი Rumble Force-ს დავუმეგობრდეთ, იმიტომ რომ ჩვენზე უფრო შეძლებული და მდიდარი არის, როგორც ჩანს რაღაცნაირად. აქედან გამომდინარე აზრი არა, აქ ხა შარს და ჯანდაბებს. ეს ვისი არის? მოდი ამასაც დავუმეგობრდეთ და ჩვენი ფოკუსი გადავიტანოთ ჯიროზე. Rumble Force-კი მეგობრება? ჯერ არა. ძალიან დაძაბულ პოზიციაზე ვართ ახლა ჩვენ და ჯიროს ვერ შევუტევ, სანამ Rumble Force-კი არ დამიმეგობრდება. ეს არ მომწონს ახლა მე. ოკეი, ჯირომ გაგვაგდო. მოდი იცი რა ვქნათ, აი აქ ნავი გავუშვათ ახლა ჩვენ და ჯიროს ალიანსი გავუგზავნოთ. ოკეი, იბომბება Rumble Force-კი და ძალიან კარგი არის, შეგვიძლია ეგრევე შევუტიოთ ახლა უკვე ჩვენ, იმიტომ რომ არ გვემეგობრდებოდა. ფული აქვს რამისი, მოდი ახლა დავამეგობრდეთ. ნემა ცოტა აზემოა, იმიტომ რომ ამასთან კონფლიქტი რეალურად არ მინდა. რატო მაფულს ენდებს და ესეთი ბოღმიანი მოთამაშეები ცოტა არ მომწონან. მართლა გითხრათ. იმიტომ ტყუილა ხარჯავთ დროს და ენერგიას ახლა ორივე რეალურად. მოდი აქ ჩვენი საბომბე ავაშენოთ. და რამდენი ყავს? ძალიან კარგი, შეგვიძლია
17000 ტრუფით რო ვუტევდი, მაგიტო ვერ დავიყავით. მოდი კიდევ ორჯერ დავაკლიკოთ და 150,000 ჯარისკაცი ჩემი საკმარისი უნდა იყოს. კიდევ ერთხელ დავაკლიკებ ცოტა ხანში. ოკეი, ერთიც კიდე. ის ორი ქალაქი მინდა რეალურად ძალიან და ანუ ბომბები აღარ აქვს. რაღაცაში ხარჯავს ფულს და ჯარისკაცებს და არ ვიცი რაში და ცოტა მეუცნაურება რომ ალიანსი არ დამთავრდა, იმიტომ რომ აშკარად უპირატესი პოზიცია ქონდა ჩვენ. მაგრამ ოკეი, როგორც გინდა ჯიგარო. და აქ ეხა მინდა რომ ვორშიპი გავუშვა ეგრევე. რომ ჩვენ ტერიტორიაზე აღარ გამოვიდეს და ცოტათი უფრო დაცულები ვიყოთ. რეალურად დიდ საფრთხეში ვართ. ეხა აი ძალიან ვდერბიულობ. იმიტომ რომ ან 11 მაქმე, 19 ამას, 16 ამას, 18 აი ეს გერმანელი მოთამაშე არის ჩვენზე სუსტი მხოლოდ და რამპლფორსკინი, მაგრამ ეს ვისი არის? კაი მე ვფიქრობ რომ დრო არის რომ აქეთ გავუშვათ ეხა ჩვენი ნავი და ანუ თავიდან ბოლომდე გაფართოვდეთ რომ ცოტა უფრო მეტი ტერიტორია გქონდეს. აქ ჩვენი პიქსელი არის, კი არის ძალიან კარგი. Space რო დააჭე შეგიძლია შენი ტერიტორიები ნახო. Apple State-ები საჯანდაბაში არის კაცო. ამანები თავი. ჩვენ არის აგრესიული ბოტი ცხოვრებაში არ მინახავს. ესეთი აგრესიული პაპი რა ვიზო. თავარი ძალადობაზე. ოკეი, ვიღაცას ღალატობს. კიდე ერთხელ მინდა რომ დავაკლიკო რომ რაც შეიძლება მალე დავითვრია მისი ტერიტორია, იმიტომ რომ მოღალატე არის. ანუ მიწის ჩუქება უნდა და ვიღაცას რაც რა თქმა უნდა საპატივცემო არის ზოგ შემთხვევაში. Request to renew ყველასთან. მოდი ესენი მიმოვკაცრავად, ესენი გავთიშოთ. და renew alliance ყველასთან დავარენიოთ. შემდეგი მსხობრი ჩემს ეს გერმანელი მოთამაშე უნდა იყოს, იმიტომ რომ სხვა გზა ფიზიკურად არ გვაგვაჩნია. 5 მილიონზე ზემოთ მინდა რომ შევინარჩუნოთ ჩვენი საბანკო ანგარიში, რომ მოდი აქ გავუშვათ ახლა ჩვენი ბოუთები აპთან. Zdarova papo Leo როგორ ხარ? შარმინარი. Apple State-ები არის ყველგან. კურდისტან დესტროიერი მარტივად ვერ მოგვერევა ჩემი ეს. სად არის ვაფშე? ეს არის კურდისტან დესტროიერი, არის ნემო არის. ცნობილი. აი შემდეგი მსხობელი ეს უნდა იყოს, სხვა გზა ფიზიკურად არ არის, სადნარა ქვემოთ ჩავიდა უკვე. ეს ვისი არის, მოდი აქ გავუშვათ ერთი პატარა ნავი. იქნება არ კონდეს საკმარისი ფული, ოკეი, დიდი ალბათობით აქ ჩვენ ვერ მივალთ, კაი ხანი აქედან გამომდინარე იყოს. არ მაქვს მაგის თავი. ეს ვინ მიტევს? All State-ები. ოკეი, ეს ჩვენი ქალაქია ხო? დიახ. ეგულია ჩავიდეთ აქ. 1%-იანი შეტევებით უთევ, მაგრამ ნუ სხვა გზა არის, აქაც გავუშვებ ჩვენი ნავები. თითო ქალაქი, თითო იმაზე, ანუ არ არის, რავი. ესეთი აბუჩა დასაგდები. ოკეი, მოვკალით, პაპი. ოკეი, ნემოს ალიანსი. ძალიან ბევრი ალიანსი რო გვაქვს, ცოტა უფრო რხული არის, მაგრამ დროულად განვაახლა ჩემი ასრავი არ მგონია რომ რამე მიზეზი ქონდეს რომ დაგბომბავ ჯიგარო ვიმეგობროთ. უნდა მე მეგობრო, სხვა გზა არ გაქვს. ვერ დაგენძრევა. რატო მეჯიბრება ვერ ხვდები? ოკეი, ძალიან კარგი. ამას მოვუკავთ ახლა შემდეგი ჩვენი რატო ბომბავენ ერთმანეთს არ ვიცი, მოდი აქ გავუშვებთ ახლა ჩვენი ნავი. იმიტომ რომ ვორშიპები აღარ არიან და ეს კონსოლები ყოველთვის კარგი არ იქონდეს. რა იცი რა ხდება რა. მოდი აი რამპლფორსკინი ჩვენ რამდენი ოკეი, ძალიან კარგი. ამას მალე მოვუკლავთ ახლა ჩვენ. ცოტათი შევძლოთ გაფართოებას. ყველაზე მოდი ტრუფებით გადავანწევოთ, ანუ ჩვენზე მეტი ქალაქი და ტერიტორია ზოგადად, ანუ პოპულაციის რაოდენობა აქვს 83 მოთამაშის მარტო. რაც ან სუდი არ არის. მიუხედავად მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ცოტა მოთამაშე დარჩა ზოგადად რამდენი. რაც ისე. კაი, მალე ახლა რატო დაგვასწრო ამან, ანუ ყოველთვის უფრო ნელები ვართ ვიდრე ჩვენი ოპონენტები, რაც ძალიან გამაღიზიანებელია, მაგრამ შევეცდები რომ მალევე ერთი ორი ქალაქი ვერა ფიზიკურად შეუძლებელი იყო რატომღაც. კარგი. გავაგზავნოთ ჩვენი შეტევა. ყველანაირი მნიშვნელოვანი სტრუქტურა ამან დაითხრია. ძალიან საწყენი არის. ჯიროსთან მეგობრობა გვიწევს სამწუხაროდ. არ ვართ იმ პოზიციაში რომ იქნება ვართ. აი ეს დეფენს პოსტები ნახე როგორ ნელა. ჩვენი პიქსელი კიდე აქ არის? კი აქ არის. რორამია შეგვიძლია რომ შევუტიოთ ეგრევე და დიაბლოთობით ბომბები აქვს? ბომბებიც არ აქვს რეალურად. ამ კონძოლზე ხო არ გადავინაცვლოთ, მე ვფიქრობ რომ ეხა ქალაქები ავაშენოთ, ჩვენ აქ პორტები, კიდევ ქალაქები, რაც შეიძლება ბევრი ქალაქი ავაშენოთ და შევუტიოთ ჯიროს. Yes. ირატობა კი უნდა ჯიროს, მაგრამ ის არის რომ მის ტერიტორიაზე უკვე მაქვს მნიშვნელოვანი პოზიცია და მოდი
ალიანსები როგორ არის მაკრალთან ერთად თქო, კაი, ბოლომდე უნდა შევუტიოთ, იმიტომ რომ ფული საერთოდ არ აქვს 400,000 თრუფით შევუტიოთ, მოდი კიდევ ერთხელ დავაკლიკებ და 500,000 და თუ დაგwafulsen და დაგwafulsen-დოს ნუ შეერგოს. უნდა ალიანსი აიღო ჩემი აზრით, ეს იყო misplay უფრო. ეს სხვა რამე აქ ბოლს გავაგზავნი აქ რო ქალაქი დავითრიოთ და ჩემი აზრით ყველაფერი კარგად იქნება. კიდევ ერთხელ დავაკლიკოთ. ბოლომდე მოვიპოვოთ ჩვენი dominancy და ჯიროსთან ეხლა შეგვიძლია ალიანსი შევთავაზოთ. თუ არ უნდა, ანუ უნდა. Okay. კიდე ერთი ბომბი ავაშენოთ აქ და მოდი შევეცადოთ, რომ აი ესე რა ტერიტორიები შეუსუსტოთ, იმიტომ რომ აშკარად მეგობრობას არ აპირებს. და ვიღაცა მრბიესროლა, ვაიმე უკვე ესე დასაწყისში და მაგრალი პირველივე ადგილზე ყოფი მოთამაშე ესე შესწავლილი არის, ჯირომ ალიანსი დამირეჯექტა, რაც ნიშნავს რომ უნდა დავბომბო. 1 2 და 3 აგერ და რა ხდება? სადნარასთან ალიანსის რენიუალი ძალიან მინდა ნამდვილად. აქ მოდი ახლა ჩვენი ტერიტორიები ცოტა გავაფართოვოთ, მთავარ იმაზე ამოვყოთ თავი. ნავებს ძალიან ცუდი რაოდენობით ვაგზავნი. სადნარა უკვე პირველ ადგილოსანი არის და მაშინ, მაგრამ არა, სურენდერი არის პირველ ადგილოსანი. მაგრამ ალიანსის რენიუალი მე პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მოდი. ჯირო ეთქე გავიდა იდეალური სიტუაცია. ჩავდივართ აქ ახლა და ეს კუნძული ჩვენი იქნება და საკმაოდ უსაფრთხოდ იქნებით იმის No, okay, never mind. სადნარა არის პოტენციური გამარჯვებული ამ თამაშის და ყველა მოსაზღვრე ადგილი აქვს ჩვენთან. ანუ ფიზიკურად არ ვარსებოთ ისეთ ადგილს, სადაც სადნარას ჩვენი საზღვარი არ აქვს და ერთი კლიკით რო გაგვანადგურებს, რაც ძალიან შემოწუხებელია, მაგრამ ესე ჭკვიანი კარგად თამაშობს რა, ანუ როგორც ჩანს, საკმაოდ კარგი მოთამაშე არის. სურენდერს მოდი SOS-ი უთხრათ. მაგრამ რადგან თვითონ გვესაზღვრება, ეგ იმას შეშს რომ ჩვენ შესაზღვრებით. აქედან გამომდინარე, საკმაოდ თუ შესუსტ და მოდი აქაც გავაგზავნოთ ნავი, რომ ბარემ ბოლომდე გავფართოვდეთ. სურენდერი თუ შეუტევს ამას, იმიტომ რომ 60 მილიონია კაშკარად. როგორც კი სურენდერი შეუტევს, ჩვენ შეგვეძლება რომ სადნარაზე გადავინაცოთ და სურენდერიც მოვკლავთ მერე პროცესში. რაც არ არის ცუდი. აი ეს ძალიან ბევრი worship-ი არის აქ, რაც მაგაზიანებს მოდი დავბომბოთ ესენი და ესენი. მედია მოახერხებთ. Okay, გავმაზეთ სირცხვილი და თავის მოჭრა. 1 2 3 4 და 1 2. ბევრ ბომბს ხარჯავთ ამ ყველაფერში, მაგრამ ნუ რას ვიზოთ ახლა ამ პოზიციაზე მინდა რომ ამოყო თავი, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც არ ვისაზღვრები. არ ვისაზღვრებით ერთმანეთს უბრალოდ. აქ ვართ უკვე ძალიან კარგი, ერთხელ დავაკლიკოთ wilderness, როცა ცოტა უფრო მეტ ტერიტორია მოვიპოვოთ და worship-ები როგორც კი მოგდებიან, გავაგზავნოთ ნავი აქ. გავუშვათ ნავი აქ და აქ. და რა თქმა უნდა სურენდერიც იგივეს ფიქრობს, თუმცა ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს ეგ. ბომბებს ესვრის ნემოს ვიღაცა, მგონი სადნარა. Okay, სადნარა არის 16 მილიონზე, სურენდერი არის 70 მილიონზე, მრვი ღირს 40 მილიონი, ორ ცალ მრვს აგროვებს დიდი ალბათობით. და რა ძალიან მაშინებს. რეალურად, იმიტომ რომ მეც დამბომბავს უკვე. ეხლა კი მინდოდა რომ სადნარა დაებომბა და ჩვენ გამოსულიყავით გამარჯვებულები, მაგრამ ორივე თუ დაგბომბა, სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნის ახლა და SOS-ი ვუთხრათ, რომ ჩემი დაბომბაც უნდა. აი ვუთხრათ რომ ვხვდებით რაც ხდება აქ. Okay. ჩვენს დაბომბავს 80 მილიონით. ახლა მოდი ეს მტირალა თვალები გავუგზავნოთ და ვუთხრათ შევატყობინოთ რომ ვიცით რასაც აპირებს. ძალიან მეშინია ახლა აქაც მოხდება ეგ ყველაფერი. პიქსელი გვაქვს ამ ტერიტორიაზე მარტო მგონი სადაა ჩვენი პიქსელი? აქ არის ხო აი ეს პატარა ჩვენ ვართ. ანუ აქ არ ვართ და რა ძალიან მაწუხებს ან რომ დავაკლიკო მე მარტო იმ ტერიტორიას დავიწყოთ და ეგ არის ყველაზე საშიში ჩვენთვის. SOS ჯიგარო. ამას მე ვერ ვევაჭრები, როგორც კი 95 მილიონზე როგორც კი ავა ეგრევე მოკდებით. სადნარა უნდა გამოფხიზდე ჯიგარო. და უნდა ვიბაჭოთ ძალიან აქტიურად და აგრესიულად. მე მაგარიშაში ვარ. მერტო. ეს ფინალი. ხდება. დავაკლიკოთ იქნება ფული ვიშოვოთ. Okay, 2 მილიონი არაფერი არ არის. ეს მაშინებს ახლა ძალიან ამ თამაშს წავაგებთ. მიუხედავად იმისა, რომ მეორეზე არის ეს სურენდერი. სადნარა მრვი ესროლე სასტრაფოდ. სადნარა მრვი უნდა ესროლოთ, ვერ დაგვენძრევა. ფასი, როგორც კი 95 მილიონზე ავა, ეგრევე წავაგებთ. დამერწმუნეთ.
სადნარა ეგრევე მიდი ესროლე, უნდა ესროლო, სხვა გზა არ გაქვს ფიზიკურად. და თვითონაც უნდა დაგბომბოს მერე. მიდი, ჯიგარო, მიდი და მერე მე მოკლავ. გაიღვიძე, უნდა გაიღვიძო. ჯიგარო. ესროლე. სად არის? ეგ დიფენს პოსტები ავაშენოთ, რომ კონსოლები მაინც უსაფრთხოდ იყოს, იმიტომ რომ შარში ვართ მაგარი ამან თუ ეხა არის როლა მორვი ეს ორივეს დაგბომბოს და წავაგეთ ჩვენ ყველა ორინს წავაგეთ და სადნარამ შეიძლება გამოწვეს იმიტომ რომ ჭკვიანურად იქცევა ჩრდილოეთში აქ ანუ მარტივად დაეცემა აქ ეს აილო ეგრევე აფეთქდება რა ანუ რეაქციის დროც არ გვექნება რეალურად ეხლა ჩასაფრებული ვიყო რამენაირად უნდა ქალაქები ვაშენო იმიტომ რომ ჩემი ბომბის იმას აზრი არა აქვს უბრალოდ ეკონომიკურად უნდა განვითარდეს ეხლა ჩვენ მიუხედავად იმისა რომ სადნარა პირველ ადგილოსანია რეალურად უპირატესობა აი ამას აქვს იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფული აქვს და მორვი ისროლა მგონი ოკეი და ჩვენს დავიბომბეთ და ხო გითხარი აი ხო გითხარი ჯიგარო ოკეი უფრო დაბალანსებულია ვიდრე მეგონა არ მოგატყუებთ იმიტომ რომ ძალიან დაიბომბო და ფული შეინარჩუნა სადნარავან ჭკვიანურად მოიქცა მეც მაქვს ბევრი ფული მაგრამ მე არ მინდა რომ არა ჯიგარო მე შენთან მეგობრობა არ მინდა ეხა ამ მომენტში იმიტომ რომ დიდი ალბათობით დაგიფყრობ ძალიან მალე ცოტა ხანი თუფებს დაველოდები შენს ოდესმე თუ დაბომბავ რა თქმა უნდა მოდი აქ ნავი გავაგზავნოთ რა ნავი გვაქვს უკვე ტერიტორიას ვესაზღვრავით წესით ერთი დავაკლიკოთ ოკეი და სადნარა მოიგებს ამ თამაშს დიდი ალბათობით ну რა თქმა უნდა თუ ძალიან თუ გადაიჯვა ჩვენ მოვიგებთ ამას იმიტომ რომ რამდენი ქალაქი აქვს 29 ბომბე ფული აღარ აქვს დიდი ალბათობით კიდე ერთი ესროლა და ეგ არის კაი მგონი დრო არის ჩვენც ვესროლოთ ეხა მოდი აქ მე ავაშენებ ქალაქს ამას და ამას და დრო არის დავბომბოთ და იმედი მაქვს რომ წარმატებული კამპანია იქნება დაბომბვის ეს ყველაფერი 3 2 მოდი ერთი აქ უნდა ვისროლოთ 1 2 3 დავაკლიკოთ ბოლომდე full send და არ გვეყო და წავაგეთ ეს თამაში ეჭმა ეს არ არის კარგი ეს არ ვითარ შემთხვევაში არ არის კარგი არა ქალაქები უნდა ავაშენო რაც შეიძლება მალე ისეთ ადგილას სადაც მარტივად ვერ მოვა ვიბომბავს ყველაფერს ოკეი აქეთ ვესროლოთ კიდევ ერთი ძალიან დაძაბული თამაში არის ჩემესთან შეიძლება დიდი ალბათობით წავაგეთ მაგრამ მაინც ძალიან საინტერესო იყო მომეწონა როგორც გამეთარდა ეს ყველაფერი და კიდევ ერთი ბომბი ვესროლოთ არ გვაქვს მაგით ფული fuck მაგრამ პირველზე ვარ ჩვენ და უფრო მეტი თრუფი ყავს და ბომბებით ფულთაც უსწრებთ სარანდერი AFK არის ოკეი ჩემს ამ თამაშს მოგება შეგვიძლია ჩვენ ძალიან თავისუფლად ცოტა ხანი დაველოდოთ ძალიან დიდი ბოუთი გავაგზავნოთ აი აქ კონკრეტულად აი აქ რო ქალაქები დავიპყროთ ახლა ჩვენ ამ ტერიტორიაზე კონცენტრირებული შეტევა რო შეგვიძლია ახლა ძალიან კარგი არის დიფენს პოსტებს ავაშენებ მე აქ ყველა მოსაზღვრე ტერიტორიაზე რომ მარტივად ვერ შეძლო ჩვენი დაპყრობა და სადნარას ამდენი თრუფი ყავს ჩემს დაფულცენდების დრო არის ბოლომდე უნდა შევუტიოთ რაც კი თრუფი გაგვაჩინა ყველაფერი უნდა შევუტიოთ და ამ ქალაქებს თუ წავართმევთ სერიოზულ უპირატესობაში ვიქნებით ოკეი ბუმ არა ძალიან ჩავაჯი ღმერთო ჩემო ეს რა გავაკეთე მაპატიეთ ვაიმე რა გავაკეთე რატო ჩამოვედი ისე ქვემოთ მეგონა რომ გადავუვლიდით აუ არა მეგობარო ეს რა არის ვაიმე ეს რა გავაკეთე ეს რა ჩავიდინე 500,000 წავაგეთ ვაიმე რა გავაკეთე ღმერთო ჩემო ეს რა არის ვინმესთან ვაჭრობს вообще ფულს შოულობს ვერ შოულობს ფულს ჩვენ მეგობრები ყავს არა სუსამი მათამაში ვარ და ღმერთო ეს რა გავაკეთე არა ეს თუ აიღოს შეწავაგეთ ეს პოსტი უნდა ავაშენო და უნდა ბომბა ვისროლო სადმე ქალაქიანი ადგილი მინდა აჰა აუ არა აუ ბოდიშით მაყურებლებო ეს რა გავაკეთე ძალიან აი 0 ჯარისკაცი რომ ჩამოვედი
საკმარისად დიდი სხვაობა არ იყო, რომ ეგრევე გადამეარა და როგორც კი გაუძლო იმ შეტევას ცოტა ხანი. აი მე როგორ ჩავიჯვი. არა და მოგებული ხელი იყო, მეტი ფული გქონდა რამდენიმე ქალაქის მოთმინების უნარი რო არ მაქვს მაგის ბრალი არის, აი მე. აზრი აქვს ხა ამის ესე წვალებას, ანა 6 ქალაქი დაგჭა, არა აზრი კაც. აი გავუგზავნთ ხა ამას პირველ ადგილასან იყო ჩა. კაი დრო არის რომ მოიგოს, იმიტომ რომ ფიზიკურად არ შეგვიძლია არაფერს გაკეთება, მოდი აშის დაკვრას გავუგზავნთ ხა. ვატიდებს და კლოუნებს კი ვუგზავნით, მაგრამ კარგად ითამაშა და ჩვენ ჩავაჯვით ხა იმსახურებს ამ მოგებასთან, გადავრჩით at least. და ძალიან საინტერესო თამაში იყო, ჩემს ეს დაძაბული თამაში კაი ხანი არ მქონია. სადნა რომ გაიმარჯვა, ჭიდობაში მეგობარო. ოჩაღო. იმედია მოგეწონათ ესეთი დაძაბული თამაში. მიუხედავად იმისა, რომ გამარჯვებულები არ ვიყავით, ჩვენი შეცდომის ბრალი იყო, გავინდეთ რა. ომზე ერთი კილი მივეცით და ბოლოს ელდან გაგვივარდა. ის ანდაზა რო არის. აფლის ბანკას რო დაინახავს ეს გლეხი გზაზე და რო დაუვარდება ბოლოს, ეგ იყო ჩვენი რაღაც. გალექს ავაშენებთ რაღაცა და შეუტიეთ ცუდად. აგვისრიალდა. მოკლედ მოთმინების უნარი ამ თამაშის და ცხოვრებაშიც ყველაზე მნიშვნელოვანი არის და იქ ვისწავლეთ ძალიან მტკივნეულად. და იმედია მოგეწონათ, დალაიქეთ და subscribe-ეთ 500 subscriber-მდე გვაკლია რაღაც 10 ცალი მარტო გამომწერი და რაც შეიძლება მალე გჭირდება ჯერ 500 და მე 1000 რო მონეტიზაცია შევძლო, რეკლამებით ფული შევნა გავაკეთო, შევძლო რომ Minecraft-ი დავაფინანსო და მეც დაპურებული ვიყო. გეხვეწებით, გთხოვთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ, დალაიქეთ, ძალიან მეხონებია მოტივაციას მაძლევს და რა თქმა უნდა 1000 subscriber-ია ჩვენი შემდეგი მიზანი, მიუხედავად იმისა, რომ შემდეგი მიზანი 500-ია, მაგრამ 1000 ძალიან გვინდა. მადლობა დროებით ოცნები